მშვიდობა როდის გვეღირსება? მშვიდობა არ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. ისეა სიცოცხლის არსი მოწყობილი, რომ რაღაცა ერთმანეთთან მუდმივად რაღაცა რესურსებზე გვაქვს კონფლიქტი. უამრავი კონფლიქტი არის ადამიანის გარშემო, თუ ადამიანების ჯგუფის და საზოგადოებების და ქვეყნების გარშემო მთელ სამყაროში. მშვიდობა არის მოპოვებული მდგომარეობა. ამ მშვიდობის მოპოვება სჭირდება ის, რომ შენ შეგეძლოს საკუთარი თავის დაცვა და პასუხის გაცემა მოძალადეზე. და როდესაც მოძალადე ხედავს, რომ შენ შეგიძლია პასუხის გაცემა და თავის დაცვა, მერე მოდის შენთან სალაპარაკოდ. ან მშვიდობა გვეღირსება მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვეძლება ჩვენი თავის დაცვა. ჩვენი თავის დაცვა შეგვეძლება მაშინ, როდესაც დიდრები ვიქნებით და შეგვეძლება შევიძინოთ მათ შორის იარაღი. გვექნება წარმოდგენა იმაზე, რატო ვიცავთ ამ ჩვენ გარემოს, გვექნება სურვილი ამის დაცვის. მოკლედ ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი იმისთვის, რომ რეალური მშვიდობა გქონდეს. ეხლა რაც გვაქვს მშვიდობა კი არ არის, ეგ არის თავის მომკვდარუნება, რომ ვინმე არ შეგვეხოს ზედმეტად და როგორმე აი იმ პროცესებმა, რა ჩვენ გარშემო მიმდინარეობს, ჩვენს მიღმა გაიაროს, თავზე გადაგვიფრინოს და ჩვენ რაღაცა ვითომ არ ვარსებობთ, არ შემოქმედოთ, აი მაგას ვაკეთებთ ეხლა. რაც ძალიან სუსტის პოზიციაა და ნებისმიერ შეიძლება თავში წამოგარტყას, ვინც ამ სიტუაციაში უცებ დაჭირდებს რაღაცის გამო შენთვის თავში წამოარტყა.